ვუბრუნდები ისევ ბათუმს და ქალბატონ ცისანა როსტობაიას, რომელმაც სულ რამდენიმე წუთის წინ ფაქტობრივად გაიგო, რომ მისი შვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით დარჩება ციხეში. ქალბატონ ცისანა, გესმით, ჩემი დიდი მადლობა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მაინც ახერხებთ და გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. მე მინდა გკითხოთ კიდევ ერთხელ, რას ფიქრობთ თქვენ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე? თქვენი პირველი რეაქცია ჩვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში. მე ახლა ცოტა დავწყნარ და ვეცდები რომ ცოტა მშვიდად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ნამდვილად ემოცია ამყვა. ნამდვილად, აი ახლა იმამდე დასვენება რო იყო, მე ხო გამოვედი და ნამდვილად. აი წერს გეუბნებით, რომ ნამდვილად მქონდა იმისი იმედი, რომ მოსამართლე სამართლიან გამოსკიმას გამოაქვეყნებდა. ნამდვილად, იმიტომ რომ პროკურატურის ისინი ძალიან იყო უსუსური. წაიკითხეს დაწერილი და არც ერთ შეკითხვას პასუხი არ გასცეს, რაც ქეს დაცვამ და ქეს თვითონ ბრალდებულებმა დაუსვეს. არც ერთზე პასუხი არ ქონდათ. დადეს ცრუ მოწმეების რაღაცა ჩვენება, რომელიც ერთადერთი, აი როგორც სკოლაში, ერთი ბავშვი მეორესგან რო გადაიწერს საკონტროლო იმას და ერთადერთი ყველაფერი ერთნაირი რო არის, აი ესეთი გადაწერილი ხუთი ჩვენება სიტყვა სიტყვით გამეორებული, აი ამაზე უმტკიცებენ ამად ბრალდებას. გამოვიდა ჩემი შვილი ქრონოლოგიურად დაწყებული იმ მომენტიდან, როდის იმან ნახა პირველად, აი პირველი დარღვევა რომ მოხდა, დარღვევა აჭარაში ისა პოლიციის, ნახა ეს თქვენი ტელევიზიის სხვათა შორის, ეს მაშინ თბილისში იყო. იმერე მაგი სანამ მაგი ეს ავიდა, სანამ მაგი სახში მოვიდა, სანამ დაახლოებით დილის 5 საათისთვის ჩამოვიდა ბათუმში. ქალბატონ ცისანა, სანამ ჩავიდა, იყო 5 საათი დილის. ქალბატონ ცისანა, მაგან ეს ყველაფერი თქვა. დიახ, თქვენმა შულმა თქვა, როდესაც ის ახლა დარბაზიდან გაჰყავდათ უკვე მანდატურებს, რომ ის არის ბიზიდა ივანიშვილის მორიგი მძევალი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი ჰქონდა პროკურატურას, რომ თქვენი შვილი ყოფილიყო ბრალდებული და შემდეგ ციხეში მოხვედრილიყო? მომისვინეთ, მაგამ აუხსნათ, დაცვის იმან ადვოკატმაც თვითონაც გამოვიდა სიტყვით და თქვა. უთრეს ყველაფერი ჩვენი მდგომარეობა. აგერ მე ვდგარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. მე იმიტომ რომ ვიყავი მედიცინის მუშაკი, ჩემი შვილი ერთი წუთით არ გამიყვანია აფხაზეთის ომიდან. ბოლო წუთამდე ვემსახურე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვემსახურე აფხაზეთის ომში დაჭრილებს. ხო და იმის ჩემი შვილის რისკის ფასად მე ბოლო უკრაინის გემით 6 წლის შვილთან დავტოვე აფხაზეთი. ბოლო უკრაინის გემით, როცა სოხუმი უკვე იწვოდა. და ჩემი შვილს ახსოვს ის აფხაზეთის ომი, იმიტომ იბრძვის იმ რუსის წინააღმდეგ. იმიტომ უნდა მაგას ბრძოლოს, იმიტომ აკეთებს, რომ აფხაზეთში დაბრუნება თავის სახლში. მეტი მაგი არაფერს არ ითხოვს. ჩემი შვილი არა ხულიგანი, მორფინისტი, კრიმინალი, ტერორისტი. აბა მიდით, აბა აი აჭარიდან დაწყებული. თელ საქართველოს მოკითხეთ აკა და ჩემი შვილი, მე ჩემი შვილი ტოლვილობაში, გაჭირვებაში, მარტოობაში, მარ ვიტყვი ახლა მამა ჩემი და ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ გაჭირვებაში და ტოლვილებაში გავზარდე უპატიოსნესი. აგერ დგანან ჩემი შვილის მასწავლებლები, აგერ დგანან ჩემი შვილის თანაკლასელები, რომელიც ახლა უკვე ნათლობა და გამრავლებნა ნათესაობა აქვს. აგერ და აი კითხეთ, მე ერთი შენიშვნა არ მახსოვს ჩემი შვილის, პოლიცია მით უმეტეს ჩემ კართან. და დღეს ჩემი შვილი რისთვის მიდის ციხეში, ხალხნო? გამაგებინეთ რისთვის, რით უმტკიცებენ ორგანიზებას ჩემ შვილს, როცა ჩემი შვილი რო ჩამოვიდა უკვე 5 საათი იყო და ყველაფერი გადამწვარი იყო. თვითონ იურიდიულად, თვითონ აკადემია დამთავრებული ბიჭია, 5 წლის სტაჟი აქვს, ლეიტენანტის ზვანი აქვს. მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ, მაგას რამე დაანაშაული რო ქონოდა იმ თავისი სამსახურიდან? მაგისი უფროსი ჭიკაიძე იყო იმ სამსახურში. რა მაგას ვერ დაუზებდნენ და ვერ დააჭერდნენ. თქვენ სამართლიანობის მისაღწევად. მითხარი შვილო, რა უნდა გავაკეთო? მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს.
გეტყვით მე არასებენი დასაკარგი არ მაქვს. მე სახში მელოდება 79 წლის დალოგინებული დედა, რომელიც ამას ახლა პირდაპირ ეთერში უყურებს, როგორც ვიცი ტელევიზორში და მაგას ახლა ჩემ მოსლამდე ალბათ გული გაუსხდება იქ. ალბათ. და მე როგორ ჩავალ ახლა ამაღამ თბილისში მე არ ვიცი მე ძლივს მომიყვანეს მანქნით ჩემი ირაკლის მეგობრებმა აქობამდე მეც აი როგორც ხედავ ძლივს დავდივარ ხო მაგრამ რაღაცამ გამამაგრა ამ გაჭირვებამ დამაყენა ხეფებზე მაგრამ ხო გეუბნებით კიდო იმედი მქონდა იმ ქალბატონის დღეს რომ მოსამართლე იყო ქონდა მაგისი დედობის, ქონდა მაგისი ადამიანობის, თავისი გულწრფელობის, მაგისი იმისი რაც მაგან გაიგონა ჩემი შვილის თანაც თხოვა ჩემმა შვილმა, მე გამქცევი არა ვარო. ყველა გამოძახებაზე მოვალო. მეო თვითონ ვარო ამისი ისა და ვიციო ყველა კანონიო. ყველაფერი აუხსნა. ჩემ იმაში არიანო ინვალიდები. მეო ტაქსაოფო და აგერ იმაზე მაქო ცოტა ვალების გადასახადიო და მომეციცო საშუალება რომ მე აი ესა და ვიმუშაო და რაღაცა ჩემი ესა გავაგზელო და მე თქვენ როგორც დამიზახებთ იმ წუთებში მოვალო. გასაქცევი არა ვარო. და მიუხედავად ამისა წინასწარ პატიმრობა განუსაზღვრა მოსამართლემ. დიდი მადლობა ქალბატონო ცისანა, დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მე ამას ასე არ დავტოვებ. არავითარ შემთხვევაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. არავითარ შემთხვევაში. მე დასაკარგი არაფერი არ დამრჩა. დიდი მადლობა ქალბატონო ცისანა როსტობაია. უკვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ჩხირკვიას დედა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.